Გავაგრძელებ ზოდიაქოს ნიშნებზე საუბარს და შემდეგი ზოდიაქოს ნიშანი არის სასწორი, მისი სტიქი არის ჰაერი, მოდალობა კარდინალური, არქეტიპები შეესაბამება შეყვარებული, ხელოვანი, შემრიგებელი. მხოლოდ სიჩუმეში იბადება სიტყვა, მხოლოდ მნერში სინათლე, მხოლოდ სიკვდილში სიცოცხლე. მტაცებელი ქორის ფრენა ნათლად ჩნდება ცარიელ ცაზე. სასწორი გვაქვს სიმბოლო, როგორც ძველი ტიპის სასწორები, არც ამბარა, არც ციფრული ეკრანი. მხოლოდ მარტივი პრიმიტიული ბერკეტი, როგორც ბაბილონისა და ძველი ეგვიპტის ბაზრობებზე იყო ერთ მხარეს აწყობ ლოდის უნციას, მეორე მხარეს კი ოქროს. როცა თანაბრდება გვაქვს ზუსტად ერთი და იგივე უნცია ოქრო. სასწორი წარმოადგენს ჰარმონიას, წონასწორობას, პოლარობების შერიგებას. ლოდი ხვდება ოქროს, სიცოცხლე, სიკვდილს, სიყვარული, შიშს. არ არის სინათლე სიბნელის გარეშე და არც სიბნელე სინათლის გარეშე. სასწორი გვასწავლის სიმშვიდეს. იგი წარმოადგენს გონების უნარს მოიპოვო ნერვიულ სისტემაზე ცნობიერი კონტროლი. სასწორი არის ის ნაწილი ჩვენში, რომელსაც აღარაფერი აღელვებს, არ აყენებს რაღაც სტრესულ სიტუაციაში, არ ანერვიულებს. მან ქაოსთან მუდმივი ზავის ხელშეკრულება გააფორმა. ვდგავართ ავტობუსის სადგურში ჯორჯიაში, ჩვენი მანქანა 3 მილით უკან წვიმიან ღამეშია ჩარჩენილი, ძრავით დაეწვა. მარცხნივ ტელევიზორის სარეკლამო კამპანიით გვაიძულებს დეოდორანტი ვიხმაროთ, მარჯვნივ ხმამაღალი მაგნიტოფონი 3 წლის დისკო ჰიტებს ყვირის. განცხადება ისმის, ჩვენი ავტობუსი კიდევ 2 საათი დაგვიანებს. გვანაღვლებს? არა, უბრალოდ ცხოვრებაა. მიზეზი აღელვების არ არსებობს. სასწორის მიზანია ცნობიერების გარდაქმნა, დაურღვეველი შინაგანი წონასწორობის მიღწევა. მტკივნეული მოვლენები მოდიან და მიდიან, სიხარული და მწუხარება იცვლება, როგორც დღე და ღამე, ხოლო ცენტრში ცირკულაციის გულში შეგნებული, მაგრამ უძრავი დგას სასწორი. სხვა ნიშნებს თანდაყოლილი აქვს წონასწორობა. რაც არ უნდა ხმაურიანი გახდეს ცხოვრება, ისინი ერთ მიზანზე რჩებიან კონცენტრირებულნი. მაგრამ სასწორისთვის სიმშვიდე თავისთავად არ მოდის. მას ამისთვის ნებისყოფის, ყურადღებისა და ყოველდღიური ძალისხმევის განხორციელება უწევს. იგივეობა ნიშნავს გულგრილობას, სიმშვიდე მუდმივად უნდა შენარჩუნდეს. ის თავისით არ წარმოიშვება. ეს არის პარადოქსი. სიმშვიდის სიმბოლო სასწორი დაჭიმულია, როგორც ვიოლინოს სიმი. მისი ხელოვნება კი მდგომარეობს იმაში, რომ სიმები არასდროს შეიკხეს, იყოს სრულად მგრძნობიარე, დაუცველი და მაინც მშვიდი. ეს არის ამოცანა. სასწორმა უნდა ისწავლოს ემოციური დისბალანსის ადრეული ნიშნების ამოცნობა. მაგალითად, შეხვედრაზე აგვიანდება, ტელეფონი ზედმეტად ხშირად რეკავს და ამასობაში თავისი დეპრესიული კურსელი მოულოდნელად სტუმრობს. ეს მომენტია, როცა ღრმად უნდა ჩაისუნთქოს და 5-წამიანი მედიტაცია გააკეთოს. აი ეს არის სასწორის სტრატეგიის გული. არ მისცეს საშუალება სტრესს, რეაქციების ჩაჭვი გამოიწვიოს, გააჩეროს ყველაფერი დაწყებამდე. პოპულარულ ასტროლოგიურ წიგნებში ხშირად წერია, რომ სასწორი ხელოვნების ნიშანია. მართალია, მაგრამ უფრო ღრმად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ხელოვნებისა და სილამაზის შექმნა და აღქმა ემსახურება სასწორის ევოლუციურ მიზანს. ეს არის გარე ჰარმონიის აღქმა, შიდა სიმშვიდეზე ახდენს უკვე გავლენას. მთაში მოხვედრისას, როცა მწვანე ხეობას გახედავ ან სრულყოფილი მზის ჩასვლის ფერებს დაინახავ, სხეული დუნდება, სახე იშლება, სუნთქვა მოდის მარტივად. იგივე ხდება, როცა ბალერინას მოძრაობას უყურებთ ან ლამაზ ოთახში შევდივართ. ჰარმონია გვამშვიდებს. და ეს ჰარმონია მარტო ხილული სამყაროდან არაა, ურთიერთობებიდანაც მოდის. მეგობრობა და პარტნიორობა სასწორისთვის ცენტრალური თემებია. სასწორი ნახევარია რაღაცის და შინაგანი სიმშვიდე სწორედ ამ მეორე ნახევრის პოვნით მიიღწევა. ხშირად ამბობენ, თითქოს სასწორი სიყვარულში იღბლიანია, სინამდვილეში ხშირად პირიქითაა. ურთიერთობები რთული და გადამწყვეტი განვითარების სფეროა. მიზანი ღრმა ჰარმონიული კავშირების შექმნა. სტრატეგია საკუთარი თავის არსის დაურღვევლად კომპრომისზე წასვლაა, ხოლო საფრთხე ზედაპირული ჰარმონიის შენარჩუნებისას რეალური სიმშვიდის დაკარგვა. სასწორის მთავარი რესურსი ჰარმონიის შეგრძნებაა, თუმცა ეს ჰარმონია სცდება ფერებს, ფორმებს თუ პიროვნებებს. ეს არის ცნობიერება იმისა, რომ ყოველი მთლიანობა შედგება
რაღაცა გაერთიანებული ნახევრებისგან. ქალი ავსებს კაცს, სინათლე ავსებს სიბნელეს, ბოროტება ქმნის სიკეთეს. სიკეთე აზრს აძლევს ბოროტებას. თუ სასწორს მკაცრ დოგმატურ შეხედულებას წარუდგენთ, ის მაშინვე შექმნის საპირისპირო არგუმენტს. უთხარით, რომ მემარცხენეები ფლობენ ყველა პასუხს. სასწორი მემარჯვენის სიბრძნეს მოგიტანთ. თქვით, რომ კონსერვატორები გადაარჩენენ ქვეყანას. სასწორი ლიბერალიზმის ღირსებებს გაჩვენებთ. სიმართლე მისთვის ყოველთვის ბალანსის საკითხია. ინტუიციურად გრძნობს, რომ ოქრო ლოდს უნდა დაუპირისპიროს, რომ ყოველი ჭეშმარიტება უპირისპირდება თანაბარი, თუმცა საწინააღმდეგო მნიშვნელობის არსს. აი რა არის სასწორის ნამდვილი განძი. არა უბრალოდ ესთეტიური მგრძნობელობა, არა მარტო სიუხეშე და სოციალური ტაქტი, არამედ რაღაც ღრმა, რაც ამ ყველა ღირსებას და კიდევ ბევრს ატარებს. ეს არის უნიკალური უნარი აიდანოს პარადოქსი. მას რჭირდება, რომ სამყარო ერთმნიშვნელოვნად სწორი იყოს. მოპირისპირე ფილოსოფიები, ადამიანები, გზები, სასწორი ყველა მათგანს იღებს. მერი ფიქრობს, რომ ჯეკი ეგოისტია, ჯეკი ფიქრობს, რომ მერი მანიპულატორია. მათი მეგობრები ორ მხარედ იყოფიან. ერთ-ერთი ხომ უნდა იყოს მართალი, მაგრამ რომელი? მხოლოდ სასწორს ესმის, ორივე მართალია. სიმართლე იმ ორის ბალანსშია. სასწორისთვის ყოველი ჭეშმარიტება შედგება ორი ნახევარწილისგან და არც ერთი ნიშანი არ გმაყოფილდება ნახევარ სიმართლით ისე, როგორც სასწორი. ჭეშმარიტება ბუნებრივად მრავალმნიშვნელოვანია, თუ ამას მივიღებთ. აღქმა უფრო სუფთავდება, მაგრამ ეს ცოდნა მძიმე ტვირთია. ცხოვრებაში გზაჯვარედინზე ვდგებით. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და ყოველი გადაწყვეტილება კონკრეტული ნაბიჯია, უკან ხიდები იწვება. გინდა მედიცინის სწავლა, ეს ნიშნავს, რომ კრედაზე წერა და პოეზია უნდა მიატოვო. გინდა დაოჯახება, ეს ნიშნავს, რომ მარტო ყოფნას უნდა დაემშვიდობო. გონება საკმარისად ვრცელია ორივეს დასატევად. მაგრამ ცხოვრება ბევრად ვიწროა. აქ არჩევა აუცილებელია. გონებრივ სამყაროში პარადოქსის მოთმენა სიბრძნეა, მაგრამ ყოველდღიურობაში ის ხშირად მხოლოდ გადაუწყვეტლობას ნიშნავს. სასწორი გზაჯვარედინზე დგას და შოკირებულია იმით, რომ არც ერთი გზა არ არის სრულად სწორი. აირჩიე მაღალი გზა. დაბალი გზის აჩრდილი გაგდევს თან. აირჩიე დაბალი, მაღალის აჩრდილი გვხვდება წინ. რაც შეუძლია სასწორს არის მონეტის აგდება და შემდეგ ისე მოქცევა, თითქოს სხვა გზა არც არსებობდა, მაგრამ ვალდებულების გარეშე ცხოვრება მხოლოდ მოლოდინად იქცევა. არჩევანის შესაძლებლობები მარადიულად ვერ დარჩება გახსნილი, მაგრამ სასწორი შეეცდება და სწორედ აქ ხვდება ჭრდილს, როცა საბოლოოდ იჭერს არჩევანი, სასწორი ჩუმად დროს ატარებს. იდუმალად იღიმის, არ იძენს მტრებს, რადგან არ უჭირავს პოზიცია, მაგრამ გარეგნული სიმშვიდის ქვეშ დაძაბულობა იზრდება. რაღაც ფუნდამენტურად არასწორია და რა არის ეს? არც საფრთხე, არც ეწოლა, არც პრობლემები, არაფერი და მაინც სადღაც უძველესი საათი წიკწიკებს. გადაწყვეტილებების გარეშე თუ მათთან ერთად ცხოვრება მაინც მიდის. სასწორის შემდგომი ზოდიაქოს ნიშანი არის მორიელი, სტიქი არის წყალი, მოდალობა ფიქსირებული, არქეტიპები, დეტექტივი, ჯადოქარი, ჰიპნოზიორი. მოკავშირე, რომელიც უნდა განვავითაროთ, ჩვენი მტრისის ნაწილია, რომელსაც სიმართლე ესმის. ეს არის მაჰათმა განდის სიტყვები და იდეალურად შეესაბამება მორიელს. წევხარს აძლევთ ტომარაში მკვდარივით გაშეშებული, უდაბნოს მზე სულ უფრო მაღლა ადის და თითქოს შენი კბილების შიგნით არსებულ ღრმულებს ოქროს მდნარ მასად აქცევს. ერთ მოძრაობას სიკვდილი მოსდევს, მორიელი უძრავად დგას მუცელზე. გუშინ ფიქრობდი ქორწინების კრიზისზე, სამუშაოს დაძაბულობაზე, კონკურენტებზე, იმაზე, რაც იმ წუთამდე სამყაროს ცენტრად მიგაჩნდა, მაგრამ ახლა, როცა მორიელი შენს მუცელზეა, ისინი ისეთივე უმნიშვნელო გეჩვენება, როგორც წითელი ვარსკვლავი შორეულ გალაქტიკაში. მხოლოდ ერთი რამ რჩება, მომენტის უსაზღვრო სიმძაფრე. ყველაფერი დანარჩენი ფარსი, სიამაყე, ამბიცია იშლება. მხოლოდ აუცილებელი რჩება და გონება შიშვლად და ფხიზლად, როგორც ბასრი ბრილიანტი, მზად არის სიცოცხლისთვის. ან სიკვდილისთვის. ეს განწყობა, ეს ცნობიერების მდგომარეობაა მორიელი.
წარმოვიდგინოთ, რომ ექიმმა გითხრა 6 თვეში მოკვდები. რა სიზამ? დავამატოთ $1,000,000-იც, რომ უფრო საინტერესოდ წარმოიდგინო. ახლა გაქვს სრული თავისუფლება გააკეთო რაც გინდა, მაგრამ სწრაფად უნდა იმოქმედო. ზოგი ადამიანი გაშმაგებით დაგეგმავს მსოფლიო ტურს. სხვები ასევე შფოთვით ეცდებიან გამოასწორონ ყველა უმცირესი ცოდვა, რაც ოდესღაც ჩაუდენიათ. მაგრამ ისინი, ვინც ნამდვილად ადაპტირდებიან ამ რეალობასთან, საერთოდ სხვანაირად მოიქცევიან. ჩაჯდებიან ჩუმად, მოусმენენ საკუთარ თავს და შეეცდებიან იგრძნონ, რას ამჯობინებდნენ. ისინი არ იფიქრებენ გონებით, იციან, რომ ლოგიკა, დასკვნები და რაციონალურობა აქ ზედმეტია. კარგი ინსტრუმენტებია, მაგრამ შეუსაბამო ამ ვითარებისთვის. და სწორედ ამით მიყვებიან მორიელის მთავარ სტრატეგიას, ემოციებზე დაყრდნობით მოქმედებას და არა გონებით გათვლილ გადაწყვეტილებებს. რატომ? იმიტომ, რომ ლოგიკა ზოგადია, უპირობო და უგრძნობი. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები ლოგიკურად ბევრ ვარიანტს შეიძლება ვამართლებდებთ. ლოგიკურად ყველამ შეიძლება ბევრი სხვადასხვა კარიერა აირჩიოს, ბევრი განსხვავებული მეუღლე მოძებნოს. ლოგიკის მიზანია მხოლოდ უაზრო და შეუძლებელი ვარიანტების გამორიცხვა. დანარჩენს მორიელი გრძნობით უნდა გაუწვეს. ბედნიერება დიდწილად იმას გულისხმობს, რომ ვიღებთ იმას, რაც გვინდა და ის, რაც გვინდა, გრძნობით ვიცით და არა ლოგიკით. მორიელი ამას კარგად ხვდება. ყოველთვის ასია, სიკვდილი უბრალოდ ამ პრინციპს მკვეთრად აჩენს. ყოველთვის თუ კი მორიელს სურს იცხოვროს ყოველი წამით, როგორც უკანასკნელით, მან იდეალურად უნდა დაამტყვიოს თავისი გრძნობები და მოქმედებები. ამისთვის კი მან უნდა გაანადგუროს ნებისმიერი კედელი, რომელიც გრძნობებს ცნობიერებაში შემოსვლას უშლის. მას უნდა ჰქონდეს გამბედაობა იგრძნოს ყველაფერი, რაც არ უნდა შემზარავიან დამანგრეველი იყოს ის. გრძნობა მის ცხოვრებაზე. სიკვდილზე ფიქრი მორიელს ეხმარება მიაღწიოს ამ სიღრმისეულ თვითშეცნობას. მისი შოკური ეფექტი ემოციურ სიცხადეს იწვევს. მელანქოლია კი არა, ეს პროცესის დამახინჯებაა. მიზანი ისაა, რომ სრულად მივიღოთ ჩვენი გარდაუვალი სიკვდილის რეალობა ცნობიერად. სიკვდილი ჩვენი მრჩეველი ხდება, მას ვუსმენთ შიშით, მას ვეკითხებით მთავარ კითხვებს, რა კი ჩემი დრო შეზღუდულია, რა უნდა გავაკეთო შემდეგ, რა არის ჩემთვის სინამდვილეში მნიშვნელოვანი, რომელი ჩემი ქმედება ან მოვალეობა ეფუძნება არარეალურ რწმენას, თითქოს ფიზიკურად უკვდავი ვარ. მორიელები სექსუალურები არიან, ხშირად ხვდებით ამ ფრაზას პოპულარულ ასტროლოგიაში. მართალია, მაგრამ ხშირად ის უადგილოდ, ზედაპირულად და გადაჭარბებულად იგულისხმება. მთავარია გავიხსენოთ, დიდი ემოციური ენერგია სექსუალობაშია თავმოყრილი და აქ სექსუალობა მხოლოდ ფიზიკური აქტი კი არა, ემოციური და პიროვნული საჭიროებაა. მორიელისთვის ეს უფრო ძლიერი ემოციური კავშირების წყურვილია, ვიდრე უბრალოდ ორგაზმისკენ მისწრაფება. თუ გვინდა ვიცხოვროთ ყოველი წამით, როგორც უკანასკნელით, შეუძლებელია ამას მივაღწიოთ, თუ საკუთარი სექსუალობა დაკარგული გვაქვს. ძალიან ბევრი ემოციური საჭიროება, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური რეალობა იმალება დათრგუნული სურვილების მიღმა და დათრგუნვა ქმნის უთანხმოებას ქმედებებსა და გრძნობებს შორის, რაც მორიელის მისიის საწინააღმდეგოა. საკუთარი სექსუალობის მიღება მორიელის ძირეული სტრატეგიაა. უნდა გავიაროთ ყველა გლამურულ კლიშეზე, გააკეთე ის, ყველა მორალისტური ჩურჩულის ფონზე, ნუ გააკეთებ, სექსუალობა იყოს ისეთი, როგორიც არის, ბუნებრივად, სინაზით და პატივისცემით, ესაა მორიელის გზა. მაგრამ სექსი არ არის მთავარი გრძნობებია. გრძნობები, რომლებიც ხშირად დამახინჯებულია ჩვენი მორალისტური ან ჰიპერსექსუალური საზოგადოებრივი აღზრდით. ეს გრძნობები უნდა აღმოვაჩინოთ, თუ გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერად და გაბედულად, ისეთ სამყაროში, სადაც ყველა კვდება. ცნობიერ და არაცნობიერ გონებას შორის ზღვარზე დგას მცველი. მისი ფუნქციაა არ შეგვატყობინოს ისეთი აღქმა ან ჭეშმარიტება, რომელიც შეგვაშფოთებს, ან ჩვენ საკუთარ იმიჯს დააზიანებს. ის კონსერვატორია, დამგმობი, წინდახედული, ფსიქოლოგიის ენით ამ მცველს დამთრგუნველი მექანიზმი ეწოდება. მორიელის შემთხვევაში ეს დამთრგუნველი მექანიზმი დეფექტურია. ის მუშაობს, მაგრამ ცუდად. უძლიერესი ემოციები, დამანგრეველი აზრები, შოკის მომგვრელი და მტკივნეული ინტერპრეტაციები მოვლენების შესახებ ცეცხლივით იფრქვევა გონებაში.
როგორც არ უნდა მოგვეჩვენოს უცნაურად, სწორედ ეს დეფექტური დამთრგუნველი მექანიზმია მორიელის მთავარი რესურსი. მის გარეშე მორიელისთვის ასე დამახასიათებელი სასტიკად გულწრფელი თვითანალიზი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. დამანგრეველ, ზოგჯერ ცხოვრების დინამიკის გარდამტეხი გრძნობების გაცნობიერება ვერ იარსებებდა. დამთრგუნველი მექანიზმის მარცხი ავსებს გონებას ემოციებით და მიმართავს მას შინაგანად. ცნობიერება იწყებს საკუთარ თავთან უმაწყლოდ პატიოსან დიალოგს. ის დაუსრულებლად ხატავს თავისი შინაგანი სამყაროს რუკას, ეძებს დაკარგულ ცნობიერებას, ცდილობს გახსნას ფარდა იმ უბნებზე, სადაც წარმოუდგენელი და მიუღებელი მიგვიმალავს. არ არსებობს ნიშანი, რომელიც ასე უსასტიკესად იკვლევდეს საკუთარ თავს. ამგვარი შინაგანი ინტენსივობა გარეთაც აისახება. ისევე როგორც მორიელი ღრმად იჭრება საკუთარ გონებაში, ისევე აკვირდება გარშემო მყოფებს. ინსტინქტურად საეჭვო ის ცდილობს ჩაწვდეს სხვების შინაგან მოტივებს და ბნელ საიდუმლოებებს და როგორც წესი ეს გამოსდის. მორიელის რესურსი, გონება, რომელიც ისეთივე მახვილი და ჩუმია, როგორც დანა, გონება, რომელიც მზადა ამხილოს ყველა დამამშვიდებელი ტყუილი, ყველა ნახევარ სიმართლე, ყველა ფარსი, ჩვენი მოჩვენებითი ცხოვრების შესახებ, გონება, რომელიც სრულადაა მიძღვნილი საკუთარი თავის შეცნობას. მორიელი ორ ჩრდილს შორის არის მომწყდეული, ზედმეტი თვითცნობიერება და შეუსაბამო თვითცნობიერება. ორივე სახიფათოა. ორივე ერთი მეორის ტოლფასად შხამიანია, თუ კი რომელიმეს გავლენაში მოექცა, მაშინ მორიელის მთელი მისწრაფება, სიღრმე და სიბრძნე მყისიერად შხამად იქცევა. ზედმეტი თვითცნობიერება მორიელისთვის ეს რთულად გასაგები ცნებაა, ის ავტომატურად, ზოგჯერ ბრმადაც კი მუდმივად უფრო ღრმა შრეებისკენ მიიწევს. ყოველთვის ისწრაფვის საბოლოო სიმართლისკენ, იმ უკანასკნელი გაცნობიერებისკენ, რომელიც მის სიცოცხლეს გარდაქმნის. მაგრამ ზოგჯერ მორიელი ისეთ რამეს აღმოაჩენს, რასაც ვერ უძლებს. დამთრგუნველი მექანიზმი მიზეზით არსებობს. როდესაც ის არ მუშაობს, ცნობიერება რეალურ საფრთხეშია. ის შესაძლოა მოიხიბლოს, მოიხელთოს იმ გრძნობებმა, რომლებიც იმდენად რთულია, რომ ვერ იშიფრება. ამ დროს მორიელი ვარდება დარდში. გონება ვერ სცილდება თავის სიღრმეებს. ის ჩუმად ფიქრებს იმეორებს, განმეორებით ჩაიწერს სასოწარკვეთილი სცენარების აუდიო ჩანაწერს და უსმენს მათ დაუსრულებლად, იქამდე სანამ ცნობიერება არ დაიცლება და სასოწარკვეთში არ გადავარდება. ზედმეტი თვითცნობიერება საშიშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სწრაფად შემოიჭრება და ჩვენ პერსპექტივას ვკარგავთ. მაგრამ შეუსაბამო თვითცნობიერებას ისეთივე მავნებელია, განსაკუთრებით თუ ეს ნაკლებობა ხანძრა ხდება, როცა ჩვენ ვსყუდავთ ცნობიერებას რაიმე საშიშიან უსიამოვნო განცდისგან. თუ მორიელი მაგალითად გადაწყვეტს არ იფიქროს სიკვდილზე, მის ბუნებრივ ინსტინქტურ განცდას საკუთარი სიკვდილის შესახებ არსად არ გააქრობს, პირიქით, ის ცნობიერების მიღმა არაცნობიერში დაიწყებს მოქმედებას. გრძნობები რჩება, ისინი აგრძელებენ ზეწოლას მორიელის ქცევასა და დამოკიდებულებაზე, მაგრამ ის ვეღარ აცნობიერებს ამ ზეწოლის წყაროს და რა ხდება ამ დროს. გონება იჩაგრება, უცნობი უჩინარი შიშით. რაღაცა შნელი უნდა მოხდეს. შფოთვა ტივტივებს და პირველივე მოსახერხებელ ობიექტს მიეძებება. მაგალითად, ჩემი მანქანა გაფუჭდება. ჩემი უფროსი ალბათ გამათავისუფლებს. მგონი ტვინის სიმსივნე მაქვს. დათრგუნული სექსუალობაც ანალოგიურად მოქმედებს. გრძნობები რჩება, მაგრამ მათ წყაროს ვეღარ ვამჩნევთ. მორიელი, რომელიც ამ ჩრდილს ემორჩილება, გრძნობს გაუთავებელ შიმშილს, გაუმაძღრობას, მაგრამ გონებას არ ესმის, რას ითხოვს. ის ვერ აცნობიერებს თავის წყურულს და კვლავ შერჩეული იქნება რაიმე მიზანი, ფული, ძალაუფლება, იდეალურად სუფთა სახლი. აკვიატებულად, უმოწყალოდ მისდევს მორიელი ამ მიზნებს და მაინც ვერ პოულობს კმაყოფილებას. მუქი დამთრგუნველი, ზოგჯერ ღალატით სავსე მორიელი, რომელმაც ეს გზა აირჩია, საკუთარ ჩრდილში იმალება. შიგნიდან ხრნიან დემონები, რომელთაც ვერასდროს ხედავს, სანამ სიკვდილი ფარდას არ ახდის მის თვითშეწირვას და სასოწარკვეთას. შემდეგი ზოდიაქოს ნიშანი არის მშვილდოსანი, ელემენტი ცეცხლი, მოდალობა ცვალებადი. არქეტიპები გვაქვს: ბოშა, სწავლული, ფილოსოფოსი. მისი სიმბოლო ვიცით, რომ არის ხარისში გასროლება. ის არის არა მსროლელი, არამედ ის არის. თითები დაძაბულობისგან კანკალებს. მსროლელი უშვებს დაჭიმულ სიმს. მშვილდის რკალი უკან ინაცვლებს და ბუმბულებიანი სარ სივრცეში გზავნის.
ის არის ის თვალზე სწრაფად მიფრინავს, ჰაერს შლის, ღრუბლებისკენ მიისწრაფვის, რომ ჰქონდეს თვალები დაინახავდა, როგორ ქრება მსროლელის ფიგურა, სულ უფრო მცირდება ჰორიზონტზე, მხოლოდ წერტილად რჩება. ის დაინახავდა ამ ჰორიზონტს რუკასავით, მარტივად, სქემატურად და რომ ჰქონდეს გონება, რაზე იფიქრებდა ის არის. როგორც მთის წვერზე მდგომი ადამიანი, ის არის იფიქრებდა პერსპექტივასა და გამოცდილებაზე, შინაგანი ზეიმით. ვინ მისროლა ამ ბრწყინვალე ცაში და რატომ? რა არის ჩემი დანიშნულება აქ? საით მივდივარ? რა არის ჩემი არსებობის მიზეზი? შუა საუკუნეების ასტროლოგებისთვის მშვილდოსანს სამი ბედი ჰქონდა. ის ნიშნავდა ბოშას, მოსწავლეს და ფილოსოფოსს. ეს სამეული შეფასების სქემაში იყო განლაგებული. ფილოსოფოსი უმაღლეს საფეხურზე. თუ ამ სქემაში რანგებს მოხსნით, ეს სამი ხატი მაინც მშვენიერი გზაა იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს და ემსახურება მშვილდოსანი. ბოშა, მოსწავლე, ფილოსოფოსი. რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან? თუ თითეული მშვილდოსნის გამოხატულებაა, მაშინ მათი საერთო თვისება ამ ნიშნის არსია. ყოველ მათგანში გონება გამოდის თავისი საზღვრებიდან. ახალი ჰორიზონტისკენ ისვრის თავს. ისევე როგორც ის არის, ყველა მათგანში ვხედავთ ქმედებას, რომლებიც ცნობიერების გაფართოებას ემსახურება და უცხო გამოცდილების შეგროვების გზით ხდება ეს ყველაფერი. მშვილდოსნისთვის ეს გაფართოება ცხოვრების შქეფაა, ბოშასთვის ეს ფიზიკური მოძრაობაა, ახალ ეგზოტიკურ გარემოებში შესვლა. მოსწავლისთვის ინტელექტუალური აქტია, ახალი ცოდნის შეწოვა, ხოლო ფილოსოფოსისთვის ინტუიციური მიღწევა, მუდმივი მცდელობა ცნობიერების გაფართოების და სამყაროს კანონების შემეცნებისკენ. რა არის მშვილდოსნის მიზანი? გაიგოს სიცოცხლის საბოლოო აზრი, იპოვოს თავისი ბედისწერა კოსმიურ სტრუქტურაში, მიაღწიოს ჭეშმარიტებას. მაღალი მიზნებია და პრაქტიკაში მათი მიღწევა ისეთივე რთულია, როგორც ბოძზე ხელით აცოცება. მშვილდოსნის გზის დასასრული პრაქტიკულად შესაძლოა ყველაზე ბუნდოვანია 12 ნიშნიდან. ამ ნიშნისთვის დასასრული არ არსებობს, მხოლოდ მარადიული პროცესი. სიცოცხლის მუდმივი ძიება, იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი მუდმივად ეძებს მნიშვნელობას და რომ ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი დროებითია, არც ერთი უსაფრთხოება არ ღირს იმად, რომ დაგვაკარგვინოს ეს ძიება. ბოშა, მოსწავლე, ფილოსოფოსი. ეს შუა საუკუნეების ფორმულა გზამკვლევია მომწიფების გზაზე მყოფი მშვილდოსნისთვის. ეს სამი სახე არ მხოლოდ ტიპები არიან, არამედ განვითარების სტრატეგიები. ბოშა ეს პირველი ნაბიჯია, კულტურულად მიიღებული ფასეულობებისა და წეს-ჩვეულებებისგან გათავისუფლება. მთავარი არა მოგზაურობაა, არამედ მზადყოფნა ისწრაფო უცხო შეხედულებებისკენ. ფიზიკური მოგზაურობა მხოლოდ ერთ-ერთი გზაა, რაც ამ მზაობას აყალიბებს. ინდუეთში გატარებული თვე ეს არ არის მხოლოდ გასართობი, ეს არის დაპირისპირება საზოგადოებასთან, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენისგან. თუ თავს დავაღწევთ წარსული გამოცდილებებისგან ნაშენ მზაკვრობას, ეს გამოცდილება გვასწავლის ცხოვრების სხვა ხედვას და მშვილდოსნისთვის ეს არის ევოლუციური რაკეტის ანთება. შორეული მოგზაურობები შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ ბოშის გზა ბევრად ფართოა, ვიდრე ტურისტული სააგენტოს ბროშურები. ინდუელ მეგობართან დაახლოებაც იგივე ეფექტს იძლევა, ან მდიდარ თუ ღარიბთან, თეთრ თუ შავკანიანთან დაახლოება. ბოშის სტრატეგია არ არის მხოლოდ ეგზოტიკური ვიზის შეგროვება, ეს არის ცნობიერების გაფართოება, ღია გუგლით, სხვა კულტურებთან შეხებით, თუნდაც ეს სხვა მხოლოდ მეზობელი ქუჩის მკვიდრი იყოს. მოსწავლის გზა ასევე მარტივად არ უნდა მივიღოთ. ფორმალური განათლება, რა თქმა უნდა, ცნობიერებას აფართოებს. მშვილდოსანი სწავლით იკვებება, ლექციები, კურსები, მაგრამ წიგნებიც ამავე საქმეს აკეთებს, თუნდაც დამოუკიდებლად წაკითხული. ასევე ნებისმიერი გამოცდილება, რაც გვაიძულებს ცხოვრება ახალი თვალით ვიხილოთ. ქვიშის დიდ ბორცვზე დგომა, ზურგზე პარაპლანით და ჰაერში გადაშვება, ესეც მოსწავლის გზაა, გონება იხსნება ახალი გამოცდილების წინაშე. ფილოსოფოსის გზა კი კიდევ ერთი ძვრაა, ახლა ყურადღება გადადის ინტუიციაზე, ყველაზე ღრმა შემეცნებით ფუნქციაზე. ვცდილობთ ინტუიციურად ვიგრძნოთ სიცოცხლის მთლიანობა და ჩვენი ადგილი ამ მთლიანობაში. ფილოსოფოსის გზა დამოკიდებულია იმ ინტუიციასა და გამოცდილებებზე, რომელსაც ბოშა და სტუდენტი აგროვებენ.
მათ გარეშე ის არ იარსებებდა და არაფერი არ იქნებოდა, უბრალოდ სიცოცხლეს მოკლებული პედანტი თავისი სავსე უსიცოცხლო ჰიპოთეზებით. ფილოსოფიის ინტუიციური ნახტომი უნდა იკვებებოდეს გამოცდილებით, სხვა შემთხვევაში მას არანაირი ფესვი არ გააჩნია. და არ ექნება არანაირი ფესვი რეალობაში. ქრისტიანობა, ბუდიზმი, ეგზისტენციალიზმი, ფილოსოფოსის სტრატეგია ყველა მათგანის თანთქმა, მაგრამ არც ერთისთვის არ უნდა დაუშვას, რომ იფიქროს მის ნაცვლად. ის მუდმივად ცდილობს მოიპოვოს მეტი გამოცდილება და მუდმივად ავითაროს, გააღრმავოს ცხოვრების ხედვა. მშვილდოსნის სტრატეგია ერთი სიტყვით არის ცხოვრება, როგორც თავგადასავალი. მან უნდა დაიბიწყოს უსაფრთხოებაზე ფიქრი, მან უნდა შეძლოს ნებისყოფით განიშოროს ნებისმიერი იდეა ან შეხედულება, როგორც კი შეამჩნევს, რომ მის უკან იმალება. მან უნდა შეაბიჯოს მომავალში ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ელოდოს სასწაულებს და მუდამ მზად იყოს შეასრულოს მშვილდოსნის კლასიკური მანევრი, რწმენის ნახტომი. პირადი თავისუფლება აუცილებელია მშვილდოსნის სტრატეგიისთვის. ბოშა მის გარეშე მოკვდება. მოსწავლე აღმოჩნდება რუტინის ტყვეობაში. ფილოსოფოს ვერ ექნება მისი გრანდიოზული ხედვა და ვერც შეამოწმებს მას რეალობასთან მიმართებით. შესაბამისად, თავისუფლებისადმი სიყვარულიც მშვილდოსნის ერთ-ერთი ძირითადი რესურსია. არ არის ნიშანი, რომელსაც ასე ეშინოდეს შეზღუდვის, ენთუზიაზმი, აღმოფრენა, თავგადასავლებისკენ მიდრეკილება, ესეც მშვილდოსნის რესურსებია. რაც არ უნდა შეემთხვეს ცხოვრებაში, ის მზად არის მოქნილი და გამძლეა უბედურების შემდეგ სწრაფად შეუძლია ფეხზე ადგეს. მშვილდოსანი შეიძლება არ იბადებოდეს ცხოვრების აზრის მზა პასუხით, მაგრამ ის იბადება რწმენით, რომ ცხოვრებას აზრი აუცილებლად აქვს. ეს მისთვის უდავო წინაპირობაა, თითქოს სამყაროში შემოსვლისთანავე. მის თავშიც არიელი საკურთხეველია და ინსტინქტურად იწყებს მისთვის ღვთაების შევსებას. ეს შეიძლება იყოს იესო, შეიძლება ლიტერატურა, შეიძლება მსოფლიო რევოლუცია. თავისუფალი სულის პატრონი თავად ირჩევს თავის ღმერთებს, როგორც არ უნდა ზემოქმედებდეს საზოგადოება მასზე, მაგრამ ის აუცილებლად აირჩევს მას. მშვილდოსნის მთავარი რესურსი რწმენა თავის იდეალებში. ამ რწმენას შეიძლება 1000 ფორმა ჰქონდეს, მაგრამ მშვილდოსანი მას მიყვება, რა ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს. არ არის სხვა ნიშანი, რომელიც ასე თავდაჯერებულად მიყვებოდეს პრინციპს, მიუხედავად ხარჯებისა და სირთულეებისა. მშვილდოსანი აკეთებს იმას, რაც სწორი გონია. ეს სისწორე მისი განსაზღვრულია და ყველა ვერ დაეთანხმება, მაგრამ როგორც კი გავიგებთ, ვინ არის მშვილდოსნის ღვთაება, მისი ქცევა ესეთივე პროგნოზირებადია, როგორც პლანეტის ბრუნვა მზის გარშემო. არსებობს მომენტები, როცა სიფრთხილე შეიძლება ჩვენი გადარჩენის საშუალება გახდეს. ცხოვრება ზოგჯერ ბნელი და მძაკრულია, სავსე მახეებით, რომლებიც უმანკოებას ატარებენ სახეზე. ყოყმანმა და ეჭვიანობამ შეიძლება გადაგვარჩინოს, მაგრამ ეს თვისებები მშვილდოსნისთვის ისეთივე უცხოა, როგორც საცურაო კოსტუმი ესკიმოსისთვის. მისი ნათელი თვალებით და ენთუზიაზმით მშვილდოსანი ხშირად ჩავარდნილა ჭაობში, ზედმეტი ოპტიმიზმი, ზედმეტი გადაჭარბება და ცუდი განსჯა. ეს არის მისი ჭრილი, როგორც მეგობრული ლაბორატორი, რომელიც თვლის, რომ ავტოსტრადაზე მიმავალი მანქანები უბრალოდ თამაშის მეგობარია. ის ხშირად აღმოჩენილა ცხოვრების ბორბლებს ქვეშ. შეიძლება ისე მეტისმეტად ენდოს მყიფე კიბეებს, შეიძლება თვალდახუჭულმა გადაუხვიოს, შეიძლება გაყվეს თვით გამოცხადებულ გურუს სამარხამდე რწმენის სახელით. არასდროს არის მშვილდოსნის ჭრილი ასე აშკარა, როგორც ინტიმურ ურთიერთობებში. თავისუფლება ფასდაუდებელია მისი ევოლუციური გზისთვის, მაგრამ ცოტა ნიშანია ასე მოწყვლადი, რომ მსხვერპლად შესწიროს ეს თავისუფლება მარადიული სიყვარულის დაპირებას. ისევ და ისევ ეს არის ის ნდობით სავსე ფართოდ გახელილი თვალები, რომლებიც ის არს ჰაერში აჩერებს. დაოჯახდა ნაჩქარევად ინანა მთელი სიცოცხლე. ეს არის მრავალი უბედური მშვილდოსნის საფლავის ეპიტაფია. ძლიერი რწმენა, იუმორის გრძნობა, მზადყოფნა რისკისთვის. ეს თვისებები გვეხმარება უფრო სრულად ვიცხოვროთ და მშვილდოსანს ეს ყველაფერი აქვს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ დაბალანსდა ცნობიერებით იმისა, რამდენად მყიფეა სიცოცხლე და რამდენად იოლად შეიძლება ჩაქრეს მისი ნაპერწკალი, მაშინ ნათელი სულის მქონე მშვილდოსანი შეიძლება ტრაგედიის ნიშნად გადაიქცეს.
შემდეგი ნიშანი გვაქვს თხის რქა, სტიქია მიწა, მოდალობა კარდინალური, არქეტიპები, განდეგილი მამა, პრემიერ-მინისტრი. სიმბოლო ვიცით, როგორიც არის თხის რქის. შენ, როგორც ბავშვი, ფიქრობდი, რომ ჯადოქარი ისაა, ვისაც ყველაფერი შეუძლია. მეც ასევე ვიფიქრე ოდესღაც, ჩვენ ყველამ ასე ვიფიქრეთ და სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანის რეალური ძალა და ცოდნა, მით უფრო ვიწროვდება გზა, რომლითაც შეუძლია სიარული. ბოლოს კი აღარ ირჩევს არაფერს, უბრალოდ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ესეც ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც ძალიან შეესაბამება თხის რქას. თხის რქა, იგივე ოკეანის თხაც, თევზის კუდით წარმოუდგენელი არსება, ზღვის თხა, ხო? ზღვაში. პატარა ძაღლივით ცურავს ხმელეთზე, რთულად გადაადგილდება გარდა სიმბოლიზმის სამყაროსი. თხის რქა კარგავს ყოველგვარ მოუქნელობას და დაუცველობას, ის ხდება ძალაუფლების უკიდურესი აბსოლუტური სიმბოლო. ის ორი სამყაროს ბატონია, ზღვისა და კლდოვანი მწვერვალების. თხის რქა აფრენილია ყველაზე საშიშ მწვერვალებზე. სუნთქავს ყველაზე განზავებულ ჰაერს, ცურავს უსაზღვრო ოკეანეებში. ვერაფერი აჩერებს მას, როცა მისი მძლავრი ნება მიზანზე ფოკუსირდება, ის დაუმარცხებელია. მას მხოლოდ არჩევანი ჭირდება და შემდეგ ვერაფერი ეღობება წინ. ის ამბიციურია, მატერიალისტი, ძალაუფლების მოყვარე. პოპულარული ლიტერატურის უგრძნობი ნაცრისფერი თხის რქა არის ძლიერი ეშმაკი. კალკულაციური, მანიპულატორი, სხვისი სისუსტის ექსპლუატაციაში ხელმარჯვენ. მას ხშირად ანგარებიანად წარმოადგენენ. ეს აღწერილობა სამართლიანად ასახავს თხის რქის ჩრდილოვან მხარეს, მაგრამ მას სხვა გაცილებით ღრმა მიზანი აქვს და დიახ, თხა სიმბოლოა მიწიერი ძალაუფლების, მაგრამ ეს არ ნიშნავს ფულს. არც იმას ნიშნავს, რომ შენი სახე ჟურნალის ხდაზეა. ბევრი თითქოს და ძლევამოსილი ადამიანი რეალურად ტყვედაა ჩავარდნილი თავიანთი როლის მიერ. მათ როლს აქვს ძალაუფლება, მათ თავად არა. ეს კი თხის რქის გზა არ არის. თხისთვის მიწიერი ძალაუფლება სხვა რამეს ნიშნავს, არ ნიშნავს დიდებას, ნიშნავს თავისუფლებას. რეალურ სამყაროში თხის რქა უნდა მოქმედებდეს მხოლოდ თავისი შინაგანი არსის კარნახით. სწორედ შინაგანი ბუნებისა და საზოგადოებრივი როლის შერწყმაა თხის საბოლოო მიზანი. შინაგანსა და გარეგანს შორის ერთიანობა ეს უნდა დამტკიცდეს და გამოიხატოს საზოგადოებაში. ერთი სიტყვით, თხის რქა სიმბოლოა პატიოსნების. ამ ნიშნის უმაღლეს გამოვლინებაში არ არსებობს ტყუილი და პრეტენზია, მხოლოდ უხარვეზო შერწყმა ხილული ქცევის და უხილავი შინაგანი არსის. როცა ადამიანი და მისი საქმე ერთია, მათი გარჩევა შეუძლებელია. ამის მისაღწევად თხის რქა უნდა იყოს სრულიად უგრძნობი ტაშის მიმართ. არ უნდა ითამაშოს აუდიტორიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობა საზოგადოებრივი სივრცის ნაწილია. თუ ის ჩაებმება სოციალურ მოწონებაში, ყველაფერი იკარგება, მაგრამ ას არც გაქცევა შეუძლია. ტაშის ხმა მუდამ ახლოსაა, აცდუნებს, ეფლირტავება. სოციალური ძალაუფლების ცდუნების ასარიდებლად თხის რქა უნდა გახდეს მარტოობის ოსტატი. არა უბრალოდ მარტო ყოფნით, არამედ შინაგანი დამოუკიდებლობით. მან თვითშეფასება საკუთარ თავში უნდა მოიძიოს. წარმატების მისაღწევად უნდა გახდეს გულგრილი წარმატებისა და წარუმატებლობის, ქებისა და გაკიცხვის მიმართ. ის უნდა დადგეს მარტო. თხის ბოლო წერტილი პატიოსნება და მარტოობაა. ორივე აუცილებელია, რადგან ერთი რომ დაინგრეს, მეორეც მასთან ერთად ჩამოინგრევა. მარტოობაში დროის გატარება თხის რქისთვის ეფექტური ევოლუციური სტრატეგიაა. განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. თხის რქამ უნდა ისწავლოს, რომ მას არ სჭირდება სხვისი მოწონება, თუ არავინ აფასებს ან აქებს, ის მაინც კმაყოფილია თავისი აზრებით და პროექტებით. როგორიც არ უნდა იყოს ის, ეს არ ნიშნავს, რომ თხის რქა უგრძნობი ან უგულოა, მას შეუძლია სიყვარული და უყვარდეს. ეს მისი სტრატეგიის საწინააღმდეგო არ არის. საჭიროა მხოლოდ, რომ არ იყოს დამოკიდებული სხვის საჭიროებაზე.
თხის სტრატეგია დამოკიდებულია პრაქტიკულ საშუალებებზე, რომლებიც მის დამოუკიდებლობას აძლიერებს. მარტოხელა სეირნობები, პირადი ოცნებები, მარტო სრიალი ან ზღვაზე მარტო ცურვა. ყველაფერი, რაც მარტო შეიძლება გაკეთდეს, ეხმარება მას წიგნების კითხვა, თუნდაც მედიტაცია, ნებისმიერი საქმიანობა, რაც მარტოობას ტვირთიდან შესაძლებლობად აქცევს სურვილის საგნად. მხოლოდ მაშინ, როცა ეს შინაგანი მარტოობის მდგომარეობა არის მიღწეული, შეუძლია თხის რქამ მზერა მიაპყროს გარე სამყაროს. თუ მან ეს ადრე სცადა ბრჭყვიალა გარე სამყარო, მას დააბრმავებს. უფრო მეტად, ვიდრე მზის გულში შეხედვა. თხის მოლაშქრია. ის უყურებს ბრჭყვიალა სამყაროს და ეს მისთვის ისეთივე მიზიდულობასა და გამოწვევას ქმნის, როგორც ევერესტი შერპასთვის. მან იცის, რომ უნდა დაიპყროს მწვერვალები, საშინელება ისაა, რომ შეიძლება არასწორი აერჩიოს. ეს არის მნიშვნელოვანი მიჯნა თხის გზაზე. ზუსტად მაშინ, როცა სამყარო მის წინაშე იხსნება მთელი თავისი ფერევითა და დრამატულობით, მას სიწყნარეში დაბრუნება სჭირდება. ძალა უნდა იპოვოს, რომ მზერა მოარიდოს პრეზიდენტის ლუქს და შიგნით საკუთარ ფესვებთან მიბრუნდეს. ეს შემოbrunება მუდმივი არ არის. თხას ასვლა სჭირდება. მას სამყაროს შეხედვა მართებს. ზონების თავიდან აცილება მათი დამალვით არაფერს შეცვლის. უბრალოდ მან უნდა მოაცილოს მზერა საკმარისად დიდ ხანს, რომ გაახსენდეს სხვა ადამიანების შექება არ ჭირდება. მას უკვე აქვს საკუთარი თავმოყარეობა. მან უკვე იცის ვინ არის. ამგვარად დამშვიდებული თხაცი მზერას აავლებს სახელის და დიდების სამყაროს. ის მასში შედის, მაგრამ გონებით მთლიანად ერთ მიზანზე კონცენტრირებული. აკეთოს მხოლოდ ის, რაც ბუნებრივია მისთვის. თხამ უნდა აერჩიოს საზოგადოებრივი როლი, რომელიც გამოხატავს მის პირად ღირებულებებს, ინტერესებს და სურვილებს. შესაძლოა ეს იყოს სამსახური, შესაძლოა მოხალისეობა, იქნებ საზოგადოებრივი სამსახური, ან უბრალოდ პირადი მიდრეკილება, მაგალითად, კლარნეტზე დაკვრა, რომელიღაც ბენდში. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, შესაძლოა ხალხი მას უკრავდეს სტაჟს, აღმერთებდეს ოსტატად მიიჩნევდეს, ან საერთოდ არაფრად ჩააგდოს. მნიშვნელობა არ აქვს, თხამ უნდა შეინარჩუნოს სრული განურჩევლობა, როგორც გალაქტიკა. მთავარია მხოლოდ ის, არის თუ არა ის თვითონ. წარმატების მანქანაში ჩართვა ძნელი არ არის, უნდა ისწავლო რამდენიმე უნარი, გაუღიმო სწორ ხალხს და რამდენიმე წელიწადი გაძლო. ამაში სირცხვილი არაფერია, მაგრამ ეს არ არის თხის გზა. საკუთარი ადგილის გამოჭრა საზოგადოებაში, ეს არის ამაღლებული გამოწვევა. მარცხები, გაურკვევლობა, ხანგრძლივი დაბრკოლებები და მცირე ჯილდოები. ეს ყველაფერი ელოდება მას, მაგრამ თხის რქა ამზად არის. მას ორი რამ აქვს, რაც წნეხს გაუძლებს: მოთმინება და თვითდისციპლინა. სხვა ვერცერთი ნიშანი ვერ იტანს ლოდინს ასე მტკიცედ, მაგრამ მისი ლოდინი არ არის გაუბედაობა, ეს არის მტაცებელი კატასავით გაქვავებული სიჩუმე, როცა თავს ელოდება. ასევე უპრეცედენტოა მისი თვითკონტროლი. რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებს, არ გადაუხვევს. შიში, იმედგაცრუება, წინააღმდეგობა, ვერაფერი ვერ ააცდენს მას გზიდან. ის ყველაფერს გრძნობს, მაგრამ მისი მოქმედება ყოველთვის მისი განზრახვებით იმართება, არა ემოციებით. თხის რქას კიდევ ერთი სიძლიერე აქვს. ეს არის ინსტინქტური რაციონალობა. როცა ორს მიუმატებს, 4-ს მიიღებს. ფანტაზია მის ცხოვრებაშია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად შეიძლება განხორციელდეს. თუ კი იმედის ნატამალიც არის, თხა შეუპოვრად მოქმედებს, სანამ ოცნება რეალობად არ იქცევა. თუ არ არის, მორიგ გაზეთივით გადააგდებს. თხის რქის მთავარი რესურსი რკინის ნებისყოფაა. მისი სიჩუმე, მიზანდასახულობა, მოთმინება და უტყუარი ლოგიკა მას ძალას აძლევს გაუძლოს ყოველდღიური ცხოვრების ქარიშხლებს. ოცნებებიდან მზერა არ მოაცილოს. შეიძლება ნელა მიდიოდეს, შეიძლება გაჩერებულიც კი გეგონოს, მაგრამ ბოლოს ის ყოველთვის აღწევს იქ, სადაც უნდა. თხის გზას კოლოსალური თვითკონტროლი სჭირდება. სწორად გამოყენებული. ის ყოველ მწვერვალზე აიყვანს. ის ირჩევს და მოქმედებს, მარცხის დროსაც კი არ ნებდება, მაგრამ თუ ეს თვითკონტროლი არასწორად იქნა გამოყენებული, კატასტროფაა. ეს არის გარდაუვალი კატასტროფა. თხის რქის თვითკონტროლი მხოლოდ გარე სამყაროზე უნდა აისახოს, მის ქმედებებზე, მაგრამ თუ ნერვი უმტყუნებს, თუ სიმტკიცე შესუსტდება, ეს თვითკონტროლი დამახინჯდება. ის აღარ იჩენს თავს ქცევაში, არამედ ემოციების დათრგუნვად იქცევა.
თხა ქვას ემსგავსება. არც ერთი ნიშანი არ გამოიყურება ასე ყინულივით ემოციისგან დაცლილად, მაშინაც კი, როცა მისი ცხოვრება კონტროლს კარგავს, თხა გარედან შეიძლება შავ ობსიდიანს დაემსგავსოს. ამ გზაზე ის ხვდება საკუთარ ყველაზე ბნელ ჩრდილს, ეს არის მარტოობა. მარტოხელად ჩაკეტილი თხის რქა მაინც საშიში არსებაა, მაგრამ დამახინჯებული. როცა საკუთარი გზა დაკარგულია, ის ცდილობს სხვებს უკარნახოს ეს. დიქტატორული, ტირანული ხდება, პატივმოყვარე და ქედმაღალი იმ ადამიანებთან, ვისთანაც თანასწორად უნდა ცხოვრობდეს. და ის ძალაუფლებას დაეძებს სამყაროში ისე, როგორც ფშიერი მგელი ძვალს. ყველგან ცდილობს თავის ავტორიტეტის გაფართოებას, ბრმად დაედევნება გარედან მოწონებას, რომელიც შიგნით უნდა მოიძებნოს და ამაში წარმატებასაც მიაღწევს. კბილებითა და ფრჩხილებით გაჰყვება მიზანს, როგორც სქესობრივად აღხსნებული კვერნა, მაგრამ როცა მწვერვალზე ავა, კვლავ დაუკმაყოფილებელია. ამიტომაც უფრო და უფრო მეც მოითხოვს. ის ხდება შრომის მოყვარე, უმოწყალოდ მუშაობს საკუთარ თავზე, კარგავს კავშირს სხეულთან და გულის სიმღერასთან და კვდება როლისა და ვალდებულებების მსხვერპლი. ძლიერი, შესაძლოა მდიდარი და ისეთი მარტო, როგორც ქვიშის მარცვალი, რომელიც ვარსკვლავებს შორის სიცარიელეში უძრავად მიცურავს. შემდეგი ზოდიაქოს ნიშანი მერწყული, სტიქია ჰაერი, მოდალობა ფიქსირებული. არქეტიპები: გენიოსი, რევოლუციონერი, ჭეშმარიტების ქადაგებელი, მეცნიერი, ქარიკული, გადასახლებული. თუ გზაზე ბუდას შეხვდები, მოკალიბი, ეს არის მერწყულური გამონათქვა. მერწყულის სიმბოლო ორი ტალღოვანი პარალელური ხაზი, ხშირად წყალთან არის ასოცირებული, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ხაზები გველებია, ცოდნის სიმბოლოები. ედემის ბაღში გველმა ევას შესთავაზა ეჯამა ცოდნის ხის ნაყოფი, ევამ ჭამა და ღმერთმა ის და ადამი ბაღიდან გააძევა, რითიც დაიწყო კაცობრიობის ისტორია. მაგრამ ამ ცოდნის შეძენით ევამ რაღაც უფრო ღირებული გააკეთა. მან შვა თვისება, რომელიც უსაფრთხოებაზე ან თუნდაც სიბრძნეზე უფრო ძვირფასია. მან შვა ადამიანის თავისუფლება, საბოლოო მიზანი თავისუფლება, ესაა მერწყულის საბოლოო მიზანი. რა არის ის ინდივიდუალიზმი, საკუთარი გზის არჩევის უნარი, იმის გაკეთება, რაც გვსურს, არავის მორჩილება, არც მამის, არც დედის, არც პრეზიდენტის, არც მღვდლის, თუ სხვა ავტორიტეტის, მაგრამ ეს მარტივად სათქმელია და ძნელად შესასრულებელი. უზარმაზარი ძალები ეწინააღმდეგებიან ინდივიდუალიზმს. საზოგადოების ეწოლა, მორჩილება, სხვების მოწონების სურვილი, თუ მათ ავყევით ორ ბატონს ვემსახურებით საკუთარ ბუნებას და გარშემოყოფთა ახირებებს. და სწორედ მაშინ იკარგება თავისუფლება. მერწყულისთვის ეს კომპრომისი მიუღებელია. მისი მტერი ტომობრივი ინსტინქტია. მორჩილება ჯგუფს, საზოგადოებას თუ ამაზე მოექცა, ის მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი ფიგურა ხდება საზოგადოების ბანალურ სცენარში. მერწყული და მორჩილება იმდენად არ ეხამება ერთმანეთს, როგორც მშვიდობა და ბირთვული იარაღი. მერწყულმა უნდა განივითაროს აბსოლუტური ერთგულება ჭეშმარიტებისადმი. მან უნდა თქვას ის, რასაც ხედავს, შედეგების მიუხედავად. ყარად უნდა იდგეს მაშინაც კი, როცა მისი თავისუფლება საფრთხეშია, ძალდატანებით ან პირფერული ზემოქმედებით და უნდა მიიღოს თავისი ბედი, გარიყურობა, უნდა ასინქრონია თავისი და საზოგადოების ღირებულებებთან და მოტივებთან. მისი მიზანი უშეცდომო კომპრომისის გარეშე საკუთარი თავის გამოხატვაა, ინდივიდუალიზმის სრულყოფა. მერწყული იმ ძველი აღთქმის დროის ქალავნიანი ქალაქივითაა. დროულმობელია, თითეული ქალაქ-სახელმწიფო ცალკე კულტურაა და მეზობლებთან დაძაბულობა მუდამ მაღალია. თუ მერწყულის გალავანი ჩაინგრა, მისი კულტურაც ნადგურდება, მტრები კლავენ მართველს, ანგრევენ ტაძრებს და თავიანთ კერპებს აშენებენ. უკან დახევას აზრი არა აქვს, როცა მტერი კარიბჭეში შედის, იწყება ნგრევა და მას მიყვებით დავიწყებამდე. მერწყულის სტრატეგიაა თავდაცვის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. არანაირი გარიგება, არანაირი კომპრომისი. ამ მეტაფორის მიღმა ვსაუბრობ არა მხოლოდ კულტურულ მთლიანობაზე, არამედ ერთი ადამიანის თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმზე. მტერი კარიბჭესთანაა. ეს არის საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ მივესადაგოთ ნორმალურ ქცევის მოდელს. შიგნით გვაქვს უნიკალური სურვილები და ღირებულებები, მაგრამ გარედან გვაწვდიან იმ აღწერილობებს, თუ რა არის წარმატება, ნორმალურობა, ზნეობა.
ბევრი ამას ბუნებრივად ეწყობა, მერწყულისთვის კი ეს სიკვდილის განაჩენია. მერწყული უნდა დაუპირისპირდეს ამ ზეწოლას, უნდა დაემორჩილოს მხოლოდ საკუთარ ბუნებას, განურჩევლად იმისა, როგორ რეაგირებს საზოგადოება. მე ვიქნები გონიერი, თუნდაც ყველა ფიქრობდეს, რომ შეშლილი ვარ. ეს არის მერწყულის დევიზი. ხანდახან საზოგადოება რეალურ ძალადობაზე მიდის, პატიმრობით ან ფსიქიატრიული დაწესებულებით ემუქრება. მაგრამ უფრო ხშირად ზეწოლა სუსტი ხმებით ჟღერს. ასე თუ მოიქცევი, სამსახურს ვერ შეინარჩუნებ, შიმშილით დაგხოცავთ, ასე განაგრძე და ყველა დაგცინებს, სერიოზულად არავინ მიგიღებს და თითქოს ეს არ კმაროდეს. მტერს 7 ჯაშუშები წყავს. უკვე გალავანში შეპარული. ეს ადამიანები იყვარებენ მერწყულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უგებენ მას. ეს შეიძლება იყვნენ მეუღლეები, მშობლები, მეგობრები. ისინი, ვინც სიყვარულით ცდილობენ მერწყულით გადარწმუნებას, რომ არ მოწყდეს საკუთარ წრეს. მაგრამ საბოლოოდ ეს შიდა ზეწოლა ისევე დამანგრეველია, როგორც გაარეთავდასხმა. შესაძლოა მათი გულები სწორ ადგილზეა, მაგრამ იციან ეს თუ არა, მათი მეთოდები მოღალატეობრივია. ეს ჯაშუშები აიძულებენ მერწყულს იფიქროს, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ ხალატისთვის, რომ თუ ნამდვილად უყვარს ისინი, არ უნდა დაანახოს, როგორ იტანჯება ის იმ სიცხეში ყოფნით, რაც თან სდევს კვადრატულ სივიწროვეს მრგვალ საზოგადოებაში. ამ ჯაშუშების წინააღმდეგ ბრძოლა მერწყულისთვის საბოლოო გამოცდაა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე პირდაპირ იერიშის მოგერიება. თავისუფლების დასაცავად მერწყულმა უნდა მოიკრიბოს ძალა, რომ გაუმკლავდეს გამყინავ და ხშირად გულდამწყვეტ გამოწვევას. მას უნდა ჰქონდეს მზადყოფნა, გატეხოს იმ ადამიანების გულები, ვისაც ის უყვარს. მნიშვნელობა არ აქვს, რომ მათი ტკივილი მხოლოდ იმედგაცრუებული სურვილიდან მოდის, სურვილი და რომ ის მოათავსონ ფორმაში, რომელშიც ის არასდროს უნდა ყოფილიყო. მათი ტკივილი რეალურია. ერთი კომპრომისით მერწყული შეიძლება მათი ტანჯვის შემზუგბუქება შეძლოს და მაინც მას არ შეუძლია კომპრომისი. მას არ შეუძლია გააჩინოს ილუზია, თითქოს სხვაა. ცივგულიანია მერწყული, არა, მაგრამ ხშირად ასეთი შთაბეჭდილება რჩება. მისი გზა მკაცრია. იგი მიყვება ცივ გამჭვირვალე სიმაღლეებს ნამდვილი ინდივიდუალობისკენ და თუ ეს აღმასვლა იწვევს იმედგაცრუებას მიწაზე დარჩენილებისთვის, მერწყულმა უნდა ისწავლოს ამ ტკივილთან ცხოვრება, სანაცვლოდ კი იმ ცოდნაში იპოვოს ნუგეში, რომ გადახილი გულები თავისუფლების საფასურია. ყოველწლიურად სიმინდის დათესვამდე ქალწულს ვწირავთ წვიმის ღმერთს. ყოველ წელს ის გვიგზავნის წვიმას და შენ ამბობ, რომ წელს არავინ უნდა შევწიროთ, რადგან წვიმა თავისით მოვა. ამ სიტყვებს 10,000 წლის წინ ამბობდა რომელიღაც მერწყული, ქალი და მაინც თავისი აზრი შეინარჩუნა. თუ ის არ მოკლეს თავისი რწმენისთვის, მაშინ მისი დამარწმუნებლობა კაცობრიობის ისტორიას შეცვლიდა. რადგან მან ჭეშმარიტება დაინახა და ვერავინ გადაარწმუნა. მან შეხედა აშკარას და დაინახა ის, რაც სხვებმა ვერ დაინახეს. ამას სახელი აქვს გენია. ეს არის მერწყულის მთავარი რესურსი. გენია, ჩვენ მას უკიდურეს ინტელექტთან ვაკავშირებთ, მაგრამ ეს შეცდომაა. ინტელექტი გენიის მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია და შეიძლება დამოუკიდებლადაც არსებობდეს. გენია კი არის ახალი ხედვის უნარი, ძველი პრობლემების ახლებურად დანახვა. გენია ნიშნავს აზროვნების უნარს, იქ სადაც არავის უსწავლებია როგორ იფიქროს. მერწყული ამ თვისებებით უხვადაა დაჯილდოვებული. წელს ქალწული არ შევწიროთ. თქვა მერწყულმა, ვინც პირველად გაიფიქრა ეს, იმ წამსვე მიიღო სასტიკი ზეწოლა. იქნებ სოფელში 1000 ადამიანი ცხოვრობდა და 999 ფიქრობდა, რომ ეს სიგიჟია, მაგრამ ჩვენი მერწყული გმირი დარწმუნებული იყო, რომ ეს სიმართლეა და სწორედ ეს დამარწმუნებლობა აძლევდა ძალას. დღესაც ასეა, მერწყულმა იცის, რომ მართალია, თუნდაც ვერავინ იზიარებდეს მის შეხედულებებს. მერწყულს აქვს კიდევ ერთი რესურსი, ეს არის უთქმელი ურხევი ჯიუტობა. როცა ფეხს დადებს, მას ვერაფერი დაძრავს. ეს ჯიუტობა მერწყულის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. ტომური ინსტინქტის დამარცხებისთვის მას უნდა ჰქონდეს უტეხი რწმენა საკუთარ ჭვრეტაში. მიუხედავად იმისა, რამდენად მკაცრი ან მჭერმეტყველი იქნება ოპონენტი, მაგრამ სწორედ ამავე ჯიუტობამ შეიძლება გაანადგუროს ის. მერწყულმა შეიძლება შეიქმნას ხელოვნური დამოუკიდებლობის იმიჯი და დაიცვას ის ისეთი ჯიუტობით, მაგალითად შეიძლება უარი თქვა სხვა ტანსაცმლის ჩაცვალზე გარდა ჯინსების, ან დაჟინებით მოითხოვოს
რაღაცა სიტყვის გამოყენების უფლება მღვდლის თანდასწრებით, ანუ არ ითქვას ნებისმიერი მუსიკის მოსმენაზე გარდა კლასიკურისა. ეს ექსცენტრიულობები შესაძლოა ზიანს არ აყენებდეს სხვებს, მაგრამ საშიშია მერწყულისთვის. ის ძირეულ ინდივიდუალურ განვითარებას წყვეტს და ენერგია გადაედინება ფორმალურ უვნებელ ამბავში. შედეგად გენია ქრება, არ არსებობს არც აჯანყება, არც რევოლუციური აზროვნება, რჩება მხოლოდ მორიგი სახებრბოში, წინასწარ განჭვრეტილი ცხოვრებით, ცოტაოდენი უცნაური და უვნებელი ჩვევით, მაგრამ მერწყულის ჩრდილი კიდევ უფრო ბნელია. კონვენციურობა ცოდვა არ არის. ადამიანის უმეტესობა ბუნებრივად კონვენციურია. როცა საზოგადოებას ვერ გებით, საკუთარ თავს ვერ გებით, მაგრამ არამერწყული, მისთვის კონვენციურობა ნიღაბია და თუ ამ ნიღბის ტარებას აერჩევს, ფას ძვირს გადაიხდის. ის არ იცხოვრებს თავის ცხოვრებას. მერწყული, რომელიც ამ ბნელ გზაზე მიდის, გარეგნულად წარმატებული ჩანს. შესაძლოა იყოს ელეგანტური, განათლებული, შეძლებული, მხიარული, მაგრამ შინაგანად თავს უცხოდ გრძნობს, როგორც აგენტი, რომელმაც წარმატებით აითვისა ყალბი იდენტობა. მერწყული უცხოდ გრძნობს თავს, მაშინაც კი, როცა მის გვერდით მყოფ ადამიანებს გონიათ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. ისინი ურთიერთობენ, მაგრამ გრძნობენ, რომ რაღაც აკლიათ. მერწყული თითქოს მოშორებულია, ცივი ან ემოციურად მიუწვდომელი. ის სწორ სიტყვებს ამბობს, სწორ დროს იცინის, საკუთარ ხუმრობებსაც ამბობს, მაგრამ არავის არავიწყდება. რაღაც არსებითი უბრალოდ არ ჩანს. ის გამჭვირვალე პირქუშ თვალებს მიღმა არაფერია, მხოლოდ დაკარგული პიროვნება. შემდეგი ზოდიაქოს ნიშანი გვაქვს თევზები, თევზების ელემენტია წყალი, მოდალობა, მუტაბელური, იგივე ცვალებადი არქეტიპები, მისტიკოსი, მეოცნებე, პოეტი, სახეების შემცვლელი. ოკეანე არა უბრალოდ თევზები, არამედ მათი სახლი, დედა ოკეანე, წყალქვეშა მთების სამეფო, ნათელი პლანქტონის სამყაროსი, დაკარგული ქალაქების სამყოფელი. ოკეანე სიცოცხლის დედა, განუსაზღვრელი სიმბოლო იმისა, რაც შეგრძნებადი და მაინც მიუწვდომელია. ოკეანე, რომელიც რეცხავს კონტინენტების ნაპირებს, გადააქვს ხელოვნება და აზრები ერებს შორის, გადააქვს ომი და სნეულება, ღვინო და პური, გადააქვს ლექსები და მუსიკა. უსასრულოდ ურევს დედამიწის კულტურებს ერთმანეთში. თევზების ოკეანე თხევადი, მდინარე. სიმბოლო იმ გამოუთქმელი საიდუმლოსი, რაც ყველას გვაერთიანებს. სიცოცხლის სიმბოლო. ტიბეტის ბუდისტი მასწავლებლები თავიანთ მოწაფეებს ასწავლიან, რომ სამყარო უნდა აღიქვან როგორც სიზმარი. ადამიანები, მოვლენები, ურთიერთობები, ყველაფერი მხოლოდ მირაჟია. გონების წარმოსახვითი თამაში. დასავლეთში ხშირად მცდარად ვიგებთ ამ იდეას. გონებთ, რომ ეს ნიშნავს სამყაროს არარეალურობას. თითქოს მისი ატომები და მოლეკულები ილუზორულია. რთული მოსანელებელია, როცა მაგალითად ფეხი მიარტყი ილუზორულ საწოლის კუთხეს, მაგრამ ბუდისტებისთვის საკითხი არა მატერიალური რეალობის უარყოფა, არსებითი არსი ის არის, რომ ჩვენ არ ვიაზრებთ სამყაროს უშუალოდ, ჩვენ ვიაზრებთ სამყაროსადმი ცნობიერებას. ეს ცნობიერებაა რეალობა. ჰონებრივი სუფთა აღქმა. ყველაფერი, რაც ჩვენ გონია სამყაროს სინამდვილეში არის ელექტროქიმიური ფენომენი, რომელიც twinში ხდება, მხოლოდ გამოსახულებების თამაში, მხოლოდ სიზმარი. უმრავლესობისთვის ასეთი ცოდნა პრაქტიკულად გამოუსადეგარია. დაგვბინვა ძაღლმა თუ მისმა ილუზიამ ტკივილი მაინც რეალურია, თუმცა თევზებისთვის ეს ცოდნა ყველაფერია. იმიტომ რომ თევზები ცნობიერების სიმბოლოა. მისტიციზმთან ტრადიციულად ასოცირებული ნიშანი, რომლის ევოლუციური გზა გულისხმობს გონების ფუნქციების სიღრმისეულ გარდაქმნას, კურსის სვლას. თევზები აღარ აკვირდება უბრალოდ სამყაროს, ის აკვირდება გონებას, რომელიც აკვირდება სამყაროს. ობიექტური სამყარო ქრება, რაც რჩება არის სუბიექტური რეაქციების ქსელი, რაც რჩება არის სიზმარი. თევზების საბოლოო მიზანი გაცნობიერებაა, გონების გარდამტეხი გაცნობიერება, გადასწორება, რომელიც გარეგნულად არაფერს ცვლის, მაგრამ შინაგანად ყველაფერს. ეს არის ცოდნა, რომ ყველა გზის ბოლოს, ყველა გამოცდილებაში, ყველა ხედვის მიღმა არსებობს მხოლოდ ერთი შეუცვლელი რეალობა, ჩვენი საკუთარი ცნობიერება. ცხოვრება დაუღალავად გვარწმუნებს, რომ სამყარო გარეთ არის, რომ არსებობს ობიექტური რეალობა გონების მიღმა. ქარი ატანს სვალში, ცხელი ზეთი გვწვავს ხელზე, საყვარელი მიდის და გული გვტკივა თვეების მანძილზე. მოქმედება და შედეგი. თევზების ყველა სტრატეგია მიმართულია იმ რწმენის წინააღმდეგ, რომ სამყარო გარეთაა. მათ უნდა დაკარგონ ეს სარწმუნოება და გაუშვან სამყარო.
ამის გასაკეთებლად ერთი გზაა, ყოველდღიურად რამდენიმე წუთი დაუთმონ გონების თვით შეგრძნებას, დახუჭონ თვალები, დაარეგულირონ სუნთქვა, გააჩერონ ფიქრები და უბრალოდ განიცადონ ცნობიერება, არამისი შიგ თავსი, ფიქრები, შფოთვა, იდეები, არამედ თავად სუფთა ცნობიერება, ცარიელი, უსაზღრო, მშვიდი. ამ პროცესს მედიტაცია ჰქვია, თუმცა ეს სიტყვა შეიძლება დამღლელად ჟღერდეს. სინამდვილეში კი თევზებისთვის მედიტაცია ბუნებრივი პროცესია. არ საჭიროებს რელიგიურ რიტუალს ან ფილოსოფიას. მას შეიძლება უბრალოდ დაშვება უწოდოთ. შემოქმედებაც იმავეს ემსახურება, როცა თევზები გამოხატავენ თავიანთ კრეატიულ ენერგიას, გარე სამყარო უკანა პლანზე გადადის. პოეზიის შემდეგი ხაზი, მუსიკის მომდევნო ნოტი, ფერწერის მომავალი სახე, ეს ყველაფერი აღიძვრება შინაგანი სივრციდან. ევოლუციური სტრატეგია. თევზებმა უნდა გამოხატონ თავიანთი წარმოსახვა ხელოვნებაში თუ ფანტაზიაში, რადგან როცა წარმოსახვის თამაში ვიმყოფებით, შიდა სამყარო ხდება ისეთივე რეალური, როგორც გარე. რა თქმა უნდა, წარმოსახვაში მუდმივი ცხოვრება შეუძლებელია თევზებსაც აქვთ ურთიერთობების სხეული პასუხისმგებლობა, მაგრამ სამყაროში ყოფნა არ უშლის მათ ხელს. პირიქით, სავსე ფერადი ცხოვრება თავად შეიძლება გახდეს მათი სულიერი გზის ნაწილი, თუ კი ისინი იცვლიან მხოლოდ ხედვის კუთხეს და არა თავად ცხოვრებას. მკაცრი პრაქტიკები თევზებს არ ჭირდება. ქცევებზე ფიქრი მათ არ ეხმარებათ, მას სჭირდებათ მხოლოდ ერთი რამ, არ დაიჯერონ, რომ ობიექტური სამყარო არსებობს გონებისგან დამოუკიდებლად, თანაგრძნობა, მზრუნველობა, შეჯიბრის უარყოფა. თუ კი თევზებს ეს დამოკიდებულებები აქვთ და გონების სიმშვიდით აკვირდებიან ცხოვრებას, მაშინ მათთვის არ არსებობს გარემო, რომელიც ხელს შეუშლის შინაგან ზრდას. თევზების სტრატეგია სამყაროს გაშვებაა, ცნობიერების გაცნობიერება, როგორც ერთადერთი რეალობა, რომელსაც ოდესმე შევეხებით და ერთადერთი, რაც მართლა საჭიროებს გარდაქმნას. სად მივდივართ თუ სამყაროს ხელს გაუშვებთ? ეს კითხვა მხოლოდ საკმარისია. უმეტესობა ჩვენგანი, რომ გააფთრებით შეეჭიდო საკუთარ გარემოებებსა და ილუზიებს. უშედეგოდ ცდილობდეს შეუძლებელს შექმნას უსაფრთხო და სტაბილური ნიშა ამ ამერიკულ მთებში გადაკარგულ არსებობაში, მაგრამ არა თევზები. ინსტინქტურად თევზები გრძნობენ, რომ პიროვნება მხოლოდ ბოთლზე საცობია, რომელიც მიცურავს ზღვის ცნობიერების, ზღვის ზედაპირზე. როცა სურვილი უჩნდებათ, ღრმად ჩაისუფთავენ და თავიანთი გონების სიღრმეებში ჩაეშვებიან. თევზებისთვის გონება მთავარი რესურსია. ეს ნიშნის თავშესაფარია, გზა ცხოვრების ტკივილისა და ზეწოლისგან თავის დასაღწევად, ზღაპრული სამყარო, საოცრებისა და სიმშვიდის უსასრულო მოჯადოების ადგილი, სამყარო, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია და ეს სამყარო მათ უხმობს, ხატოვან სიღრმეებიდან, ხატები თავისთავად ამოტივტივდება და წარმოსახვით ავსებს ცნობიერებას. სხვა ვერც ერთი ნიშანი ვერ იყენებს წარმოსახვას თევზებივით და მნიშვნელობა არ აქვს, ეს წარმოსახვა ხელოვნებად იქცევა თუ ოცნებად. ყურადღება მაინც შიგნით მიიზიდება, გარემოებებისგან თავისუფლდება. ემპათია და სიფაქიზე თევზების რესურსებია. თევზების პიროვნება მოქნილია, ადვილად ერგება ცვალებად სიტუაციებს, სხვების გაგება მათ და მითანაგრძნობა ბუნებრივად გამოსდის. ისინი უბრალოდ წარმოიდგენენ, რომ სხვის ადგილას არიან. ძალისხმევის გარეშე ცდილობენ იპოვონ ის უცხო შინაგანი რეალობა საკუთარ სითხისებურ ცნობიერებაში. თითქოს თევზების ცნობიერებას ყველა შესაძლო ადამიანური პერსპექტივის ერთდროულად ტარება შეუძლია. და ბოლოს, თევზებს აქვთ ინსტინქტური განცდა მაღალ ცნობიერებაზე. ბავშვობიდანვე იკვლევენ გონების ტერიტორიებს, ფსიქიკის საზღვრებისკენ მიისწრაფვიან. ზოგი რელიგიური ხდება, ზოგი ფსიქოლოგიით ინტერესდება, ბევრი კი სპირიტუალიზმისა და პარანორმალური მოვლენებში პაულობს მიზიდულობას. როგორიც არ უნდა იყოს ამ ძიების ფორმა, ის გამოხატვის თევზების კიდევ ერთ მთავარ რესურსს, თვით დახვეწის შესაძლებლობას აძლევს. თევზებს შესაძლოა ათასნაირად გამოეხატათ თავი, მაგრამ სამ ძირითად ცოდნას ყველა მათგან სამყაროში თან მოყვება. ცხოვრება საიდუმლოა, გარემოებები მისი საბურველია და ცნობიერება მისი ამოხსნის გასაღები. ეს სამი რესურსი მათ მინიჭებული აქვთ, დანარჩენი კი მათი არჩევანია. თევზებს თავიანთი ცნობიერების მიმართ უნდა ჰქონდეს გატაცება. ამ მოწესრიგებული მონუსხველობის გარეშე ევოლუციური განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ გატაცება საკმარისი არ არის.
მას მიმართულება და დისციპლინა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში იწყება კოშმარი. თევზები შოკში ვარდებიან, გონება სავსეა ხატებითა და შთაბეჭდილებებით. ემოციის დამთრგუნველი ტალღა, შიშის ფუჭი ოცნებების ტალღა ცნობიერებაში გადმოიღვრება და პიროვნებას შთანთქავს. თევზები კი უბრალოდ ცხედან. შიშით გაფართოებული თვალებით, როცა გონების სარდაფები და ციხესიმაგრეები აფეთქდება და ინდივიდუალობას ანადგურებს. თუ ეს შინაგანი ამოფრქვევები ვერ გადაამუშავებს შემოქმედებითად ან მედიტაციით, ისინი გაცილებით სასიკვდილოა, ვიდრე გილიოტინი, გაცილებით სასტიკი თავისინებელობით. თევზები უბრალოდ მიყვებიან დინებას, პიროვნების შენარჩუნებაში იმდენ ენერგიას ხარჯავენ, რომ აღარაფერი რჩებათ ცხოვრების სტრატეგიისთვის. იღებენ სამუშაოს, ქმნიან ურთიერთობებს. და შემდეგ უბრალოდ მიყვებიან ამ ნაკადს. ცხოვრება თავის ლოგიკას იძენს, ის გაქცეულ ცხენს ემსგავსება და თევზები მხოლოდ ცდილობენ არ ჩამოარდნენ. თანდათან ისინი საკუთარ ცხოვრებას მესამე პირის პერსპექტივიდან უყურებენ. თითქოს უცხო ფილმის პერსონაჟები იყვნენ. ეს სიცარიელე და თევზების მგრძნობელობა მიგვიყვანს ყველაზე დიდ ჩასაფრებამდე. გაქცევამდე, ობიექტური სამყაროდან სუბიექტურში. ეს არ არის სიბრძნე, არ არის გაცნობიერება იმისა, რომ ცხოვრება სიზმარია. ეს უბრალოდ გათიშვის სურვილია. თევზებმა შესაძლოა დაიწყონ ალკოჰოლის დალევა, დაეყრდნონ დამამშვიდებლებს ან ჰალუცინოგენებს. ეს ჭრილოვანი ფორმები ასტროლოგიური ლიტერატურისთვის კარგად ცნობილია, მაგრამ არსებობს სხვა ჭრილებიც, ნაკლებად გააზრებული, საყვარელ წიგნებში ჩაფლობა, ინტერნეტის ზედმეტი გამოყენება, ფილმების ყურება, მუსიკაზე დამოკიდებულება, საკვებზე, სექსზე დამოკიდებულება, ათასნაირი სხვა რაღაცა, ძილი თუნდაც, ეს ყველაფერი თავისთავად არც სწორია, არც მკვდარი. მნიშვნელობა იმაშია, რომ ისინი შეიძლება გამოყენებული იქნენ იმისთვის, რომ სტიმულირდეს სუბიექტურობა იმ დონემდე, რომ ობიექტური რეალობა დროებით გაქრეს. არანაირი გარდაქმნა აღქმის ან აზროვნების დონე არ ხდება, უბრალოდ ევოლუციური გამოწვევები გადადის უკანა პლანზე და იცვლება ზედაპირული, უსუსური შემცველებით. თევზების ჭრილი ეს გაქცევაა. გონება თავისი წარმოსახვითა და შემოქმედებით იმალება სამყაროსგან, ელოდება და ტოვებს ყველაფერს ბედისწერის უკანასკნელ დარტყმაზე. ეს იყო სულ ზოდიაქოს ნიშნებზე, რადგან მინდოდა საუბარი და გავიგეთ, რომ გვაქვს 12 ზოდიაქოს ნიშანი, ეს არის 12 გზა, 12 ფანჯარა ცნობიერებაზე და თითეული მათგანი გვასწავლის გაკვეთილს, გვიტოვებს ყვალს. ერთ სიმბოლოს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ საკუთარი თავი და სხვები. გვერდზე გვასწავლის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ შიშის მიუხედავად. ყურო გვასწავლის, როგორ შევიგრძნოთ სიმშვიდე, ტუბები, როგორ შევიცნოთ სამყარო. კირჩხიბი გვიწვევს ემოციურ სიღრმეებში, ლომი გვიბიძგებს შინაარსის გამოხატვისკენ. ქალწული გვასწავლის სისუფთავეს და წესრიგს. სასწორი ბალანს გვაჩვენებს მორიელი გარდაქმნას, მშვილდოსანი გონებრივ თავისუფლებას, თხის რქა მიზანს, მერწყული კოლექტიურ ხედვას, თევზი უსაზღვრო სიყვარულს. ასტროლოგია მხოლოდ ზეცის რუკა კი არა, ის ჩვენი შინაგანი ციკლების, წინააღმდეგობების, ტკივილების და სიმაღლეების რუკაა. ეს ლექცია გახლავთ გამოწვევა, შეხედო საკუთარ თავში თითოეულ ნიშანს, დააკავშირო ისინი შენ ცხოვრებასთან და იპოვო შენი პირადი გზა ამ დიდ ციკლში. ზოდიაქო ეს არის მითი, რომელიც შენს სუნთქვაში ხორციელდება.